პრეზიდენტის სასახლესთან ორგანიზაცია პატრიოტების ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ სურდათ პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გაეკეთებინათ, თუმცა აქციის მონაწილეების სიმცირის გამო ეს ვერ შეძლეს. მომიტინგეების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ აქციაზე პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაცავად მივიდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ მათ აქცია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართეს. პრეზიდენტის სასახლესთან პოლიცია იყო მობილიზებული. Რამდენიმე ადამიანი გადავწყვეტეთ მოუსულიყავით და დაგვიფიქსირებინა პრეზიდენტისთვის მხარდაჭერა. იმის გამო, რასაც ლევანდელი ხელისუფლება აკეთებს მის დაცვასთან დაკავშირებით, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. არა, ეს არ არის პირდაპირ ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქცია. ეს არის თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერი აქცია. ჩვენ მაგითი გამოვხატავთ იმნებას, რომ ჩვენ გვინდა რომ პატივი ვცეთ ამ ინსტიტუტს და პირდაპირ ეს არის ჩვენი მოსაზრება, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული პირდაპირ წესით. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაცია, როდესაც შენ აკეთებ დისკრედიტაციას საკუთარი პრეზიდენტის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ ხარ 24 საათის განმავლობაში დარტყმის ქვეშ აგრესორის მხრიდან. ეხლა ამ დროს შენ გახარ და შენი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრედიტაციას უკეთებ და საუბრობ ამავე დროს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვესაუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა დამინიშნო და არ უნდა ავირჩიო.